მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ტრადიციულად ყოველ შაბათს მოგესალმებათ გადაცემა შავი თეთრზე, რომელსაც მე პაატა შამუგია წავიყვან ხოლმე. დღესაც არაჩვეულებრივი სტუმარი გვყავს, მაგრამ სანამ არაჩვეულებრივ სტუმრამდე მივიდოდეთ, მადლობა უნდა გადავუხადოთ საფრანგეთის საელჩოს, რომლის მონაწილეობის გარეშე უბრალოდ ვერ შედგებოდა ეს პოდკასტი და განსაკუთრებული მადლობა ასევე პენ საქართველოს, რომელთა დამსახურება არის, რომ არსებობს ეს პროექტი და ყოველ შაბათს გვაქვს საშუალება ვესაუბროთ ისეთ გადასარევ ადამიანებს, როგორიც არის მაგალითად ანა კორძაია სამადაშვილი, ჩემთვის ძალიან ძვირფასი მწერალი, ადამიანი, მეგობარი, რომლის ნაწარმოებების კითხვაც ისეთივე სასიამოვნოა, როგორც მისი მოსმენა უნდა ითქვას, რომ ის არის ფანტასტიკური მთხრობელი. საშვილიშვილო დავიბენი, გავწითლი, სალამი და პატივისცემა და უღრმესი მადლობა, რომ დამპატიჟე. პირიქით უღრმესი მადლობა, მართლა ძალიან დიდი პატივი არის. შენთან ერთად პაატა ცხენების მოსაპარადად წავა. შვენიერი იდეა არის, ვიფიქროთ მაგაზე. ხო, ჩვენ აუცილებლად უნდა ვთქვათ სამძიმარი მალხაზ ხარბედიას გარდაცვალების გამო, კრიტიკოსი მალხაზ ხარბედია რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, ვწუხართ, უსამძიმრებთ ოჯახს და უსამძიმრებთ ქართველ მკითხველს, მართლაც ძალიან დიდი დანაკარგი არის ბატონი მალხაზის გარდაცვალება. თვითონ ის ბატონი მალხაზი არ მოეწონებოდა. ზუსტად ვიცი. ისევე როგორც არ მოეწონებოდა ის, რასაც ვიტყვი, მაგრამ უნდა ვთქვა. თავად ფაქტი, რომ ეხლა აქ ვზივარ და ვზივარ პაატასთან ერთად და პაატა წარმოადგენს როგორც რაღაცის დამწერს და რაღაცის მომყოლს, ეს არის მალხაზ ხარბედიას დამსახურება, რომელიც იყო 27 წლისა და მაშინ მითხრა, რომ უნდა დაწერო. რომ არა მახო, მე თავში აზრად არ მომივიდოდა, რომ ოდესმე სადმე რამე დამეწერა. იმის მერე რაც პირველი მოთხრობა გამოვაქვეყნე, არ ჩამიგდია ინტერვიუ, რომ არ მეთქვა, რომ ჩემს აკითხა 1-20 წლით უფროსი მაინც რო ყოფილიყო, მამა უნდა დამეძახებინა მისთვის. უღრმესი მადლობა. რა მაგარი დამთხევა არის, მე არც ვიცოდი ეგ, თუმცა სხვათა შორის იმდენ ადამიანს უთქვამს, რომ მასში კონტრიბუცია შეიტანა სწორედ მალხაზ ხარბედიამ, რომ ვფიქრობ ძალიან დიდი სიცარიელი დარჩება მისი წასვლით ამ ქვეყანაში და განსაკუთრებით რასაკვირველია ლიტერატურულ წრეებში. აქვე მე ვკითხა მაშინ დასაწყისზე, როგორ იწყებოდა ანა კორძაია როგორც მწერალი. ეს არის ამბავი, რომელიც ჩემთვისაც კი იყო ძალიან უცნაური, იმიტომ რომ მე ძალიან მეყვარს ხოლმე პაატა, როდესაც ვიღაცას ეკითხებიან, როდის დაიწყეთ წერა და ამბობენ ხოლმე, რომ მე ვიყავი 8 წლისა, როდესაც პირველი მოთხრობა არასოდეს ქონია დღიური ჩემ დღეში, ალბათ იმიტომ რომ ზარმაცი ვარ. უბრალოდ ისე მოხდა, რომ ჩემი ბიოგრაფიის რაღაცა ეტაპზე აღმოჩნდა გაზეთ 24 საათში, სადაც ლიტერატურული დამატება მალხაზ ხარბედიას ებარა და რაღაცა ტექსტი დავწერე, რომელიც სალაღობოთ, ასე ვთქვათ, გოგოების გასართობად ვკითხულობდით ეგრეთ წოდებულ გურილკაში. ჩემი მეგობარი ნინო სვანიძე ვკითხულობდა ხმამაღლა და გამოთქმით. და მახო მიკითხა ეს რა ჯანდაბაა. ინო მუთხრა ამან დაწერა, ხო მეთქი მე დავწერე თქო. მომეცია. და შემდეგ კვირას გამოაქვეყნა. ასე დაიწყო ეს ამბავი. და იმის გამო რომ მალხაზ ხარბედიამ გამოაქვეყნა ჩემი 3 საწყალობელი ტექსტი, მე მივიღე პირველი საბა პლანეტა დედამიწაზე და საბა რომ მივიღე, გადავწყვეტე რომ მაგარი ვარ და ასე დავეღუპე ეს მე სინამდვილეში მახოს ბრალია. ხო, თუმცა საბაზე გარდა ბევრი რამ გაქვს მიღებული და ბევრი მკითხველის გულიც გაქვს მონადირებული. თვისობრივად სხვა ამბავია და არა საბა უბრალოდ ძალიან მაგარი იყო, იმიტომ რომ უცებ დავიჯერე, რომ აი ესე იგი იცი ვინ გადმომცა საბა თამაზ ჩხენკელმა. ეხლა როგორი გადასატანია, ხო? კი. და ვიფიქრე, მალაცია სკორცაი. ფანტასტიკური. მაგრამ შენ თარგმანებშიც საკმაოდ აქტიური ხარ, ხო, ბევრი მწერლისგან განსხვავებით, რომლებიც ცდილობენ რომ ეს ენერგია მხოლოდ წერას მოახმარონ, შენ ხშირად თარგმნი ხოლმე. ხშირად არა, სხვათა შორის ჩემი კოლეგებისგან განსხვავებით, მე არა ვარ ნაყოფიერი მთარგმნელი, ანუ წელიწადში ერთი რომანი თუ ვთარგმნე, მე მაჩნია რომ ეს წელიწადი სრულქმნილია. პრინციპში ნაყოფიერი მწერალიც არ ხარ პროდუქტი, ანუ რაოდენობის თვალსაზრისით, ხო? არა, ნამდვილად არა, აბსოლუტურად.
ანუ რასაც ამბობდი ზარმაცი ვარო, გამოდის რომ ნამდვილად ასეა. ხო. და კიდე იცი რა არის, მე ვფიქრობ რომ ალბათ იმდენიც არა მაქვს მაინც და მაინც სათქმელი. ასე მგონი. რაღაცა ესე მგონი ამ ბოლო დროს რა. ხო, რთულია დაგეთანხმო. ერთი რამ მაინტერესებს, რაც პრინციპში წინა რესპონდენტსაც ვკითხე გიორგი მაისურაძეს. რთულია თუ არა რთულ დროში წერა. სულ წინააღმდეგობრივი პასუხები არის ხოლმე, აი გიორგი ამბობდა რომ რაც უფრო რთულია და დრო და რაც უფრო მეტი წნეხი არის, მით უფრო იოლი თუ არა, ნუ ყოველ შემთხვევაში მოსახერხებელი არის ასე თუ ისე დაწეროს მწერალმა და გეთანხმები ამას, აი მაგალითად დღევანდელი პერიოდი, სადაც ნუ რეპრესიებია, რა ვიცი, ბელარუსს დავამსგავსეთ პოლიტიკურად. აი ასეთ მოცემულობაში რთულია უფრო წერა თუ, რა ვიცი, აი ადვილია, გიადვილდება, შენ როგორ არის შენთან? ძალიან გულსხვევად რო გითხრათ, დიდად არ მახსოვს ისეთი გადასარევი დრო, რომ აი შვეიცარიის საათით არ ყოფილა ესეთი რამე და რთულ დროში რა თქმა უნდა უფრო არ ვიცი, გიორგი ალბათ გულისხმობს იმას, რომ მართლა ახლა შვეიცარიის მაგალითად რა მოიტანა შვეიცარიის დემოკრატიამ და მუწიკწიკე საათი და ბორჯიების დროს რაც ხდებოდა, აწი ვიცით ვიმეცადინეთ, მაგრამ ვერ გეტყვი, მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ადამიანი არის სუსტი არსება. და არ შეიძლება რომ ყველას მოვთხოვოთ გმირობა, ყველა რო იყოს გმირი, მაშინ გმირები არ იქნებიან განსაკუთრებული. და მე ვიცი ამბავი ერთი სრულიად შესანიშნავი ქართველი მწერლის, მთარგმნელის და მართლა საზოგადო მოღვაწისა, რომელიც მაშინ როდესაც მიხვდა, რომ რეპრესიების სუნი დადგა კი არა, უკვე გაუსაძლისი გახდა ეს ცუდი სუნი რეპრესიების, ის მთლიანად გადაერთო საბავშვო ლიტერატურის თარგმანზე. მორჩა და გათავდა. იმიტომ რომ ყველამ ალბათ უნდა იცოდეს რისი გამკეთებელი არის, რისი გამქაჩველია, რა შეუძლია, რა არა. ხო, ცხადია, ბუნებრივია. და არაჩვეულებრივი თარგმანებია და ეს იყო შესანიშნავი კაცი. კი ბატონო, დაახლოებით მე მგონი ხვდები ვიზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. კითხველებზეც რომ დავასრულოთ 1-2 სიტყვა ანა. თუ იცნობ და ბუნებრივია იცნობ კითხველს, მაგრამ აი შეგვიძლია ვთქვათ რომ აი შენ იცი როგორი კითხველი ყავს, არიან ისინი კაცები, არიან ქალები, არიან რა ვიცი ორივე სქესი, თუ ატყობ რანაირად კითხულობენ მაგალითად ქალები შენს ტექსტებს და მაგალითად ერთი რაც შემიძლია ვთქვა ნამდვილად და ამის დასტურები იმდენი მაქვს რომ არც ერთი პოდკასტი არის, ქართულენოვანი მკითხველი არის ძალიან კეთილმოსურნე მკითხველი. ქართულენოვანი მკითხველი აი გულით და სულით ცდილობს რომ ყველაზე ფარჩაკ ტექსტშიც კი იპოვოს რაღაცა, რის გამოც შეძლებს ამა თუ იმ ავტორზე კარგი სიტყვის თქმას. ეს არ არის ბოროტად კრიტიკული ერი ცუდი სიტყვა ამ შემთხვევაში. ქართულენოვანი მკითხველი, სხვა ენაზე მკითხველს არ ვიცნობ, ვერ გეტყვი. ერთია რომ კეთილმოსურნეა. რა თქმა უნდა, ჩემი მკითხველი საზოგადოება ძირითადად ქალებისგან შედგება. რა თქმა უნდა, ამაში ეჭვი არ მეპარება, მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცებისგანაც ბევრჯერ მსმენია და უზლომოდ მადლობელი ვარ ამისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ ფიქრობ, რომ პროცენტულად მაინც ბევრად ნაკლები არიან მამაკაცები. მე მომისმენია ასეთი შესანიშნავი ფრაზა, გოგოურ რომანებს არ წავიკითხავ. ნუ ძალიან კაი, თუ კი გოგოური რომანების პრინციპით აღმოჩნდები, რა ვიცი მე, დები ბრონტეების რიგებში, მაგას რა ჯობია, რა კაი სიმაღლე ავიღე, არა უშავს, მაგრამ ისევ ამ. და რა ვიცი, მკითხველია რა. ხო, თუმცა შენ მიიჩნევ რომ რამე კრიტერიუმით შეიძლება გოგოური ტექსტები იყოს შენი რომანი კიდეც მე დარწმუნებული ვარ რომ ქარიშხლიანი უღელტეხილი არ არის გოგოური ტექსტი და ეს სწორედ ქარიშხლიანი უღელტეხილთან დაკავშირებით გაგონილი. ეგ მინდოდა პრინციპში მეთქვა. გჯერა თვითონ წერლობის ძალის და იმის რომ რაღაც მომენტში სხვები თუ არა შენ მაინც შეიძლება გადაგარჩინოს. მე ფეხბურთად გადარჩენაზე მაინც ლაპარაკი არ მექნება, მაგრამ ცხოვრებას რო უფრო მშვენიერს, მრავალფეროვანს, იმედიანს ხდის კარგი ლიტერატურა, ეს ვიცი თანამდვილებით. მე მგონი ამაში არც ერთ კითხვას არ ეპარება ეჭვი, თუნდაც იმის გამო, რომ ორ გარეკანს შორის არის სამყარო, რომელიც თუ ეს სამყარო არ გახარებს, იმაში შეყოფ თავს და აღმოჩნდები, რა ვიცი მე, წყლის ქვეშ მრავალი ლიეს დაცული, ხო? რატომაც არა, ეს ხო ძალიან მაგარი. ანდა აღმოჩენა იმისა, რომ მარტო შენ არ ახარ ბრიყვი და ბრიყვების მეტი რა არის. და ის რომ ყველა ნორმალური ბიჭის ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც მას უნდა განძის პოვნა. ეს ხო ძალიან უგეშია, რომ მარტო შენ არ აქვს ეს დიდები. ძალიან მაგარი. მე მაინც მგონია, რომ ლიტერატურა არის ყველაზე დიდი რამ, რაც კაცობრიობამ შექმნა.
იმიტომ რომ ჩიტები უკეთ წერიან ვიდრე მარია კალასი, მაპატიოს მარია კალასი. და რა ვიცი, მაინც მარკესი არ შემხვედრია ცხოველთა სამყაროში. აბსოლუტურად გეთანხმები კი. შენთვის რომელი ტექსტი არის ეგეთი, რომელიც აი გადამრჩენილი ტექსტი ყოფილა? წიგნი, ავტორი. ძალიან ბევრია მეგობრებო. ბევრია, ხო? ძალიან ბევრია. მაგალითს გეტყვი ძალიან უცნაურს, როდესაც იყო კოვიდის ხანი, ეს რა მაგარია, ეს ნაწილობრივ ამოშლილია ჩემი მეხსიერებიდან. ისე მგონია, რომ იყო 40 წლის წინათ. მართლა რაღაც ბუნდოვანი. მაშინ პირველად ვაღიარე, რომ აუდიო წიგნები არ არის ცუდი რამ. მართლა ვაღიარე. და მოვისმინე თავიდან ბოლომდე. დიდხანს არ გასტანა ამ სიამოვნება, მინდა გითხრა. ერერ მარტინის სატახტოთა თამაში, რომელიც მქონდა ნანახი სერიალი, მქონდა წაკითხული წიგნი და აღმოჩნდა, რომ ეს სხვა სამყაროში გადასვლა იყო წარმოუდგენლად კარგი რამე. სამი რამხელა პლედი მოგხსოვე, იცი ამ წიგნის სმენაში, ვერ წარმოიდგენ, იმიტომ რომ ხელები თუ არ დავაკავე დამეძინება. და იყო ძალიან მაგარი. და ვფიქრობდი, რომ ალბათ ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რომ შეგიძლია შექმნა სამყარო, რომელიც სადღაც ვერის უბანში, აბსოლუტურ სიჩუმეში ყოფ ადამიანს სიცოცხლის ხალის მარტებს. მე არ ვარ პესიმისტური ტიპი, უბრალოდ ნუ რაღაცა ის იყო, რა კატასტროფა იყო რა. აი ხელის დაკავებაზე ამბობდი და ხელით წერას გადაეჩვიე თუ წერ ისევ? ჩემ სიცოცხლეში არ დამიწერია ტექსტი ხელით. საქმე ისაა, რომ როცა მე ასე ვთქვა, წერა დავიწყე, უკვე იყო კომპიუტერიზირებული ეს ყველაფერი. ხო, არ მიქნია და ერთადერთი იცი რატო წერ ხელით გაგეცინება. ეს ბოლო დროს დამჩემდა 1-2 წელია. სადღაც წავიკითხე და ხო არა რომ დაიჯერებ სისულელეს. წავიკითხე რომ თუ ადამიანი წერას გადაეჩვევა, რაღაცა კვდება ტვინში. კი. ხო, მექანიკა გერყვება და ამიტომ წერ ხო. თან რამჯერს იცი ბლოკნოტები მეყარს ბოდიში. მე მეყარს ბლოკნოტები. რა ჯანდაბად მინდა წარმოდგენა არა, მაგრამ ჩიგნით არ წერ ხო ოღონდ არაფერს. არაფერს არ წერდი, გესმის, უბრალოდ უნდა იყოს და ის საბჭოთა ბავშვის სიხარული, რომ უნდა დაყნოსო რა მაგარი ბლოკნოტი. და ეხლა მივხვდი რომ წერ და ძალიან მაგარი. ხო, ხელით წერა სხვადასხვის იყო, მე მგონი ფინეთში იყო, როდესაც მოითხოვეს, რომ ბავშვებისთვის აღარ დაეძალებინათ ხელით წერა, იმიტომ რომ ნუ აი კომპიუტერიზებულ სამყაროში სრულად უსარგებლო რამ, ანუ ვასწავლით ისეთ რამეს, ისეთ skills ვაძლევთ, რომელიც მომავალში აღარასდროს დასჭირდებაო ბავშვსო და შემდეგ უკვე ფსიქოლოგები ჩაერთნენ და მე როგორც მახსოვს, გამოიტანეს ასეთი ვერდიქტი, რომ ხელი წერა არის ძალიან მნიშვნელოვანი ბავშვის მოტორიკის განვითარებისათვის და ტვინსაცავით არებს და ზოგადად არის აუცილებელი რამ ბავშვისათვის განსაკუთრებით. ასე რომ ისევ დაუბრუნდნენ ამ ხელით წერის მეთოდს. თუმცა მე ძალიან იშვიათად წერა მაგალითად რამდენჯერმე პერიოდულად რა ვიცი რაღაცა ხო არის რაღაცისთვის გიწევს ხელის მოწერა რაღაც საბუთზე. ერთხელ მომიწია ნოტარიუსთან 20 გვერდზე ხელის მოწერა, 20-ვე გვერდზე და მივხვდი რომ უკვე აღარ მემორჩილებოდა. ხელი იმდენად გადაჩვეული არის, ჩემი ხელი წერით სამუშაოს. შემოგია ხარ, მე კორძაია სამადაშვილი ვარ. მე ხელის მოწერას რო ვიწყებ დღეს, ვამთავრებ ამ დღეებში და ნუ ეს გაუთავებელი ამბავია. რთული ამბავი არის. აი ახლა რაც მეც ვწერ, მით უფრო სიამოვნებს ეს ამბავი. ხო. წერის დროს შენ შემთხვევაში რა არის? ეს არის ინტუიცია, ცოდნა, ორივე ერთად თუ რაღაც მესამე რა, რაც გეხმარება? მეხსიერება, ამბები, რომლებიც მახსოვს. აი ესე მართლა უნდა ვაღიარო, რომ ანას აქვს ფანტასტიკური მეხსიერება და ყოველთვის შეუძლია წარმოსახვით აბგაში ჩაიყოს ხელი და იქიდან ამოალაგოს ერთმანეთზე საოცარი ამბები, რომელსაც მე ხშირად ვიყენებ სხვათა შორის, რა თქმა უნდა, საავტორო უფლებების დაცვით, ხანსად და ძალიან მოსწონთ ჩემს მსმენელებს ეგ ამბავი. გახსოვს შეიქსაკ ეს გადასარევი, რომ ყველაფერზე ანეკდოტი ახსენდა და გამარება. ხო, ფანტასტიკური რამე არის. ახლა თუ წერ რამეს? არაფერს. ხო არ ფიქრობ რომ აი იმ სტრესული გარემოს გამოა ეს თუ უბრალოდ რაღაცა ეტაპი გაქვს როცა არ წერ და მორჩა. აი ნახეთ წერდი, გავჩერდი. იმიტომ რომ ვიღაცა ახალი პერსონაჟი შემოწვრა და მის გარეშე არ გამოვა და ეხლა მასთან კიცინი ჯერ ცოტა მეზარება. მეორეა მე არ ვაღიარებ ცნებას აქტუალური ლიტერატურა არ ვაღიარებ თუ გინდა მომკალი. და ვფიქრობ რომ თუნდაც იმავე სტრესულ ვითარებაში საჭიროა დრო, რაღაც დისტანცირება მოვლენ და რომ მე შეგვეძლოს ამაზე მეტნაკლებად ლაპარაკი, ასე მგონი.
ხო, ალექსეევიჩს უწერია, რომ 50 წელი მაინც საჭირო არის იმისათვის, რომ ამბავი ისტორიად იქცეს და სანამ ისტორიად არ იქცევა, რთული არის ხოლმე, რომ მუდმივად ხარ რაღაცა ძალიან სუბიექტური წინააღმდეგობრივი აზრების გარემოცვაში, იქ ცალკე პროპაგანდა მუშაობს და ზუსტი მომენტის დაჭერა, ზუსტი მომენტი მწერლობაში ალბათ ის არის, რომ დაიჭირო მთავარი საფუძველი, რის გამოც ამბავი ხდება რა და აი რთული არის ხოლმე რა. ეხლა რა ვიცი, მე არაფერი არ გამომდის ამ სარბიელზე, ერთადერთი რასაც ვფიქრობ, იცი ველაპარაკე არაჩვეულებრივ ლუკა გრიგოლიას. და როდესაც დრო დადგება და ლუკა ჩათვლის რომ მომწიფდა ეს ვითარება, აი მე გაგიმხელ, რისი თარგმნა მინდა და ეს თუ მოახერხე მე ჩავთვლი რომ ყველა არ მიტკეპნია პლანეტა დედამიწა. ანუ მნიშვნელოვან ავტორზე ლაპარაკი. კი. სხვათაშორის ამბიციური დედაკაცი ვარ და უმნიშვნელო ავტორებს ძალიან იშვიათად კიდევ რაც გითარგმნია, მე რაც წამიკითხავს სულ. არაფერი მეთქინოს ძალიან ბრანჭია ბომბი ავტორები. ძალიან ბრანჭია. ბოლო მგონი ელინეკი იყო? არა, კეთა. ბოლო იყო არც მეტი არც ნაკლები არტურ შნიცლერის ტერესა. რომლითაც ვამაყობ ისე რომ სად წავიქცევი არ ვიცი. და უზომოდ მათობელი. ეს როდის იყო? ეს გამოვიდა, ეხლა გეტყვი. ოქტომბრის თვეში მე მგონი. ახლა მუშაობ ამაზე თუ უბრალოდ ველოდები დასტურს? დასრულებული გაქვს? არა, ეს რაზეც ვაკეთებ, არა, დასტურს ველოდები როგორ გამოვა ეს საქმე. იმიტომ რომ მე აბსოლუტურად ვერ ვერკვევი ავტორო უფლებების ამბავში და მიმაჩნია რომ არც უნდა ვერკვევოდე. ამისათვის არსებობს გადასარევი გამომცემლობა და გადასარევი ადამიანები, რომლებიც ამ საქმის დიდ ოსტატები არიან. კი. ჩვენზე უგეთ გაფრთხილ მაგამბავს თავს ხო. ცხადია. ველოდებით მე მართლა მაინტერესებს რა ასეთი რა უნდა იყოს მას შემდეგ რაც უკვე ასეთი მსხვილი ავტორები გაქვს ნათარგმნი. დაგტყვევდნენ ელა გზადაგზა. მანამდე მინდა ერთი საკითხიც გავიარო ჩვენთან ერთად, აი ტაბუ, მაგალითად ხშირად მაინც და მაინც არ ეხები ისეთ თემას, რომელიც განსაკუთრებულად მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს საზოგადოებისთვის, თუმცა მაინც და მაინც გვერდსაც არ ული. აი ტაბუს თემა როგორ არის? ცდილობ რომ აი ამ ტაბუს ახლა რო ეძახიან დეკონსტრუქციას, აი ამით დაკავდე თუ უბრალოდ სათქმელმა უნდა მოიტანოს? მოკლედ შენ მწერალი აქტივისტი არ ხარ, მე მესმის ეს და რაღაცა ანტიიდეოლოგიური ხარ რაღაც თვალსაზრისით თუ ამ იდეოლოგიების მიღმა ხარ, მაგრამ მაინც ტაბუ რაღაცა აკრძალულთან შეხება თუ არის ეს სტუნება შენთვის და თუ არის ეს სიამოვნებაც, არ ვიცი, თუ კი იყენებ ზოგადად ამ. ერთადერთი რაზედაც შეიძლება მაგრად ვიჩხუბო და ამაზე წყობრი თეორიები დავალაგო, ვთქვათ არის ის, რომ მე მგონია, რომ თვითონ ენასთან მიმართებაში რაღაც ისეთი ცნებების გამოყენება, როგორც არის პოლიტკორექტულობა ან რაღაცა საშინელ სიტყვებს, მე რაღაც სიტყვას შეთანხმებები მაქვს გაგონილი პატა, რომელიც ერთ-ერთი დავიმახსოვრე. მაგალითად და მე გიждები ამ სიტყვას შეთანხმებაზე ძვირფასო მამაკაცებო, რომ იცოდეთ, არსებობს თურმე 40 გადაცილებული თეთრკანიანი მამაკაცის მასკულინური ჰეგემონია, ვიმეცადინე. დავიმახსოვრებ. აი, ჩემთვის ეს არის ჯოჯოხეთის კარი. ასაკობრივად მიწევს. აი, ჩემთვის ეს არის ჯოჯოხეთის კარი. და რას ნიშნავს ისე? რამე უფრო ადვილი მკითხე, შენი ჭირი მე ახალგაზრდა კაცი ხარ, ნერვებს ნუ მიშლი. აი, ჰეგემონია ხარ. იცი რა არის და მე მგონია, აი, პარაზიტის სიტყვას შეთანხმება, იცი რა არის, რატომ დაიცვა, რას ბოდიელობ. მე არ მიყვარს, როდესაც მეუბნებიან, რომ ასე თქმა არ შეიძლება. ეს არ მიყვარს კატეგორიულად და ამიტომ თუ ძალიან ბევრჯერ გამიმეორებენ ამას, მე აუცილებლად ზუსტად ისე ვიტყვი, რომ აგეშალოს ნერვები. კი, ამას გავაკეთებ. დანარჩენი მე საერთოდ არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა ვასწავლო ჭკუა ლიტერატურული ნაწარმოებით, მე ვფიქრობ, რომ ეს დრო გასული. რაღა დროს ეს არის. მე აბსოლუტურად არ ვარ იმის მომხრე, რომ სკანდალი იყოს ამა თუ იმ ლიტერატურული ნაწარმოების პოპულარიზაციის ერთ-ერთი წყარო. რა საჭიროა ჩემო ძვირფასო? აბსოლუტურად. წიგნი ხო რაღაც ცოტა სხვა ამბავი. რა მოხდა იცი პატა, ბევრი წლის წინათ, უკვე ბევრი წელი გავიდა, მომიწია ერთი ძალიან დიდი ბიბლიოთეკის კუთვნილი ფონდის გადარჩევა. იმიტომ რომ ამ ორგანიზაციის ფარგლებში რაღაცას ვაკეთებდი და მე უნდა მცოდნო და რომელი წიგნები არის ფურად ცუდი სიტყვა მოთხოვნადი და რომლები არა და რომლები უნდა ჩავიდეს საცავში.
თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ამ სამუშაოს ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ სხვა ტანსაცმელი უნდა მივიტანო და იქიდან გამოსვლისას საჭყშაღაბე ვეძებო, იმიტომ რომ ბიბლიოთეკა ყოველთვის უსუფთავო რა მტვერი. მაგრამ ეს აღმოჩნდა საშინელი ამოცანა და საშინელი უბედურების წინაშე აღმოჩნდა, იმიტომ რომ მრავალტომეულები იყო, რომლებიც არ გადაუშლია არავის იმ დღიდან, როდესაც დაიბეჭდა. და მე ვფიქრობდი, რომ გასაგებია, თვითონ მწერალი შეიძლება არ იყო დიდი მწერალი, ისტორია რაღაცებს გამოარჩევს ხო. მაგრამ ადამიანმა აი ამდენი წერა ბიჭო. ამდენი იწვალა, ამდენი იფორიაკა. ამაყებოდა, რომ ისი თხზულებების სრული კრებული გამოსცეს და ვიღაცა ანაია კორძაია სამადაშვილი 2010-იან წლებში მიდის და ეუბნება ღონიერ ბიჭებს, იმიტომ რომ მე თავს გავუფრთხილდი, რომ არ ჩამწყვეტოდა წელი, რომ აი ეს იცი რა საშინელება ეყოფა და ხოდა მე მგონია, რომ თუ კი ნაწარმოები დარჩება როგორც ის რამდენიმე თარო, რომელიც იქ დავტოვე, ეს უკვე ძალიან დიდი მიღწევაა, ხოლო ის რომ რევოლუცია მოხდეს ჩემ მიერ დაწერილი თუნდაც გენიალური რომანი, მე ხო გენიოსი ვარ და ამიტომ ჩემი რომანიც გენიალური იქნება, მე ეს არ მჯერა, ბრილიანტი. მე ვერ ვიჯერებ, რომ ჩემმა ნაწარმოებმა, ან ნებისმიერმა ნაწარმოებმა ვინმე შეიძლება უფრო კეთილშობილი, უფრო ჭკვიანი, ან უფრო ბედნიერი გახადოს. შეიძლება გახადოს უფრო მხიარული, შეიძლება გახადოს უფრო დაფიქრებული. ეს უკვე ძალიან დიდი ამბავი. ხოლო და ის რომ დიქტატი მოხდეს გემოვნებისა ვიღაცის ნაწარმოები არ მჯერა. ხო, ცხადია, მე თუმცა რომ სულ ტრიალებს ეს გემოვნება. თუმცა რაღაც ცხადია რაღაცა, წერა უნდა იცოდეს ადამიანმა, მაგით. შენ თუ გქონია ეგეთ შემთხვევა, მე მქონია ხშირად, აი ვიღაცას უთხოვებია ჩემთვის წიგნი, უქია თან ეს წიგნი. გადამიშლია, რა ვკითხულობ და უცებ აღმომიჩენია, რომ რაღაც გვერდები არის საერთოდ ბეჭდური ხარვეზი რო არის, მაკრატლით რომ უნდა განაცალკეო ეს ფურცლები ერთმანეთისგან. ხო, ისე უხერხულად მიგრძნია ხოლმე თავი და ვერ მივხვდა, რომ იმ ადამიანმა რა მიქო. გეტყვი, სხვა ეგზემპლარი მოგცა. აი, მაინც კეთილი მწერალი. არა, ვიკითხე. შენგან განსხვავებით, მაგრამ მე ჯიქურ ვიკითხე. არა, მე ჯიქურ ვკითხე, რომ არ წაგიკითხავს და ისე მომეცით ხო. არა, უსუფთა ეგზემპლარი მოგეცა. ხო, ჩაკეცილი. შეიძლება ეგ ამბავი. აი, უნდა მეფიქრა, მე რა ბოროტი ვარ, რო ეგ არ ვიფიქრე და ეგრევე ცუდზე ვიფიქრე. წარმოიდგინე, რომ აი აფერისტი. ცუდი წიგნი რო ყოფილიყო, ნამდვილად ვიფიქრებდი, რომ ჩემი გამწარება უნდოდა თქო რა, მაგრამ არა, კარგი იყო და მე ძალიან გაკვირვებული დავჭი. ხო, ხდება ხოლმე ასეთი რაღაცებიც. ისე ეგ თემა რო ამოვწროთ, აი ეს ქალმწერლად ყოფნა არ ვიცი, ფუფუნება იყო შენთვის თუ პირიქით იყო ბარიერი რაღაცებს ეჯახებოდი? ეს არის უზარმაზარი პრივილეგია ჩემ ცხოვრებაში. მართლა ხო? აბსოლუტურად. მე არ ვიცი, ეხლა როგორ ხდება ახალბედა მწერლებთან, მართლა არ ვიცი და სიმართლე რო გითხრა, არ არის ასე ვთქვათ, ჩემი ბრძოლის ველი და არ მაინც. მე ზურგს უკან, მხარში, წინ და ასე შემდეგ, ეს იყო მედგნენ არაჩვეულებრივი მწერლები. როგორ გითხრა, რაღაც მოწაფეობრივი თანმიმდევრობის ჯაჭვივით იყო. მე მადლებდნენ რეკომენდაციებს, მე კეთილ სიტყვებს მეუბნეოდნენ, მე მაქესებდნენ, მაგულიანებდნენ, ეს ძალიან მაგარი. პირწმინდად მატერიალური კუთხით რო შევხედოთ ამას, ბევრად მეტია პროგრამა ქალი მწერლები პატარა ენა, ვიდრე მაგალითად მამულიშვილო თქვენი. ესეც ძალიან ხეირი. გენდერული ბალანსის პრინციპით ვარ ისეთ ფესტივალებზე და ისეთ ადგილებში ნამყოფი, სადაც არაფერი მესაქმებოდა წესით მე არავინ წამეყვანდა, მაგრამ რაღაც ქალიწყო უნდა იყოს ერთი ცალი რა. იცი რა მაგარია, მე ძალიან მომწონს ეს. მე ვფიქრობ, რომ ის დრო, როდესაც ვიღაცა შეიძლება ეჩივლა, რომ რაღაც არ გამომდის, იმიტომ რომ ქალი ვარ, უბრალოდ გასულია და დიდება ღმერთს და მარადი დიდება გმირ გოგოებს, რომლებმაც მოიტანეს დრო, როცა ამაზე ფიქრი აღარ გვიწევს, იმიტომ რომ მათ ბევრი ჭიდაობა მოუწიათ, ბევრი სრემლი დაუღრიათ და ალბათ გაუბედურებულან კიდეც. მაგრამ ფაქტია, რომ მათ გზაზე ეხლა უკვე ბევრად გვექნება. პრინციპში აი საქართველოს იმდენად პატარა არის, როგორც ქვეყანას და მკითხველიც რაოდენობა შესაბამისად მცირე არის.
რთული არის თავის გატანა მწერლისთვის, თუნდაც ეს იყოს პროზაიკოსი და არ იყოს პოეტი. შეუძლებელია რა არის, მაგრამ მე მგონია რომ პროზაიკოსი ვისაც ველაპარაკები, მუდმივად მაგ შეგრძნება რომ მათთვისაც უბრალოდ წარმოუდგენელი არის, უტოპიურია ესეთი რეალობა, სადაც შეიძლება წერლობით ირჩინო თავი. რა საკეთებს წერალი ანა კორძაია სამადაშვილი იმისთვის რომ უბრალოდ გადარჩეს. თარგმნა ალბათ ერთ-ერთი ხო? უნივერსიტეტში მუშაობ. წინააღმდეგ შემთხვევაში დარიდურიზებ იქნებოდი ალბათ გადასასვლელ ხიდთან. ხო. უნივერსიტეტში მუშაობ და ძალიან კმაყოფილი ვარ ბედით, ნამდვილად. თარგმნი კარგი დრო დადგა რა თვალსაზრისით ვამბობ რომ მართლა აი ეს 97 წლის პირველი წიგნის ბაზრობა ხო მახსოვს. დიდი გოგო. წელიწადში ორჯერ სამჯერ მომდის ჰონორარები იქიდან რაც რა ვიცი მე 10 წლის წინათ გავაკეთე და ეს ძალიან მაგარია. ეს უკვე დიდი ფუფუნება, მაგრამ იმ ჰონორარებით ის კი არა რომ იბიცაზე ვერ წავალ დასასვენ, უბრალოდ ვერ იცხოვრებ ახლა გამორიცხავ. არა იმიტომ რომ გამომცემელი ბოროტია ან გატყუებს. არა იმიტომ რომ შენ ზანტი ხარ და წიგნის არაფერი მსგავსი. უბრალოდ პატარა ქვეყანაა და მკითხველი საზოგადოება პატარა. და მე ხო გვინტერგრასია არა ვარ რომ დედამიწის ყველა ენაზე ვიყო თარგმნილი რა. თუმცა საკმაოდ ბევრი ენაზე ხარ თარგმნილი. და ხო როგორ წარმოგიდგენია ჩემო საყვარელო, ვინმე აზერბაიჯანიდან მიგზავნის ჰონორარებს გაყიდული წიგნების ეს ხო ძალიან კომიკური. მაგრამ ძალიან მაგარია. ერთჯერადად ხო რაღაცა პირწმინდად მატერიალურად მე არ ამგონია რომ იყოს მწერალი, რომელსაც მხოლოდ თავის ნაწერით შეეძლოს თავის გატანა. და მე არა ვარ დარწმუნებული რომ უნდა გვახსოვდეს მუდამ რომ ნიკალა მოკვდა კიბის ქვეშ. აბსოლუტურად არანაირი სურვილი არ მაქვს კიბის ქვეშ მოკვდა. ცხადია, თუმცა მაგალითად მე მილაპარაკია მწერლებზე, რომლებიც აქ ჩამოდიოდნენ, უცხოელები დიდი ქვეყნების, ანუ ტერიტორიულადაც და მოსახლეობის მხრივაც ესეთი მრავალრიცხოვანი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც საკმაოდ კარგად ყიდიან თავიანთ წიგნებს და მიუხედავად ამისა, ისინიც ამბობენ, რომ ჩვენ აი მაგალითად ლექტორად თუ არ ვიმუშავებთ უნივერსიტეტში, უბრალოდ შეუძლებელია ასე თავის გატანა. გაყიდვა არის ხოლმე ერთჯერადი ამბავი, რაც მე მინახავს გერმანულენოვან სივრცეში, სხვაგან არ ვიცი. ეს არის ეგრეთ წოდებული საკითხავი მოგზაურობები, რომლებზეც მე ვგიჟდებოდი უბრალოდ კოვიდის მერე არ მღირსები. საკითხავი მოგზაურობა არის საკმაოდ ფიზიკურად დამღლელი ამბავი, იმიტომ რომ ჩადიხარ ქალაქში, გაქვს საღამო ღამეს ათენებ დილით ჯდების მატარებელში, იმიტომ რომ არც ერთ გამომცემელს არ მიაჩნია, რომ ახლა მაინც და მაინც აწი უნდა დაგასვენონ ბად ბერლენბურგში, ხო? მაგრამ მეორეა, რომ ასეთ საკითხავ მოგზაურობების დროს იხდიან კარგად და ეს ძალიან მაგარია. და თუ კი საკითხავი მოგზაურობა გრძელია, ანუ სახში ენა გადმოგდებული დაბრუნდი, ეს ნიშნავს, რომ ნახევარი წელიწადიდან თავისუფალი ხარ. ხო, ნუ ახლა თუ მაგალითად ჯოან როულინგი ან სტივენ კინგი არ ახარ, წარმოუდგენელია მე საუბარი პოპულარულ მწერლებზე, მათაც უჭირთ, ანუ საერთაშორისო მასშტაბით პოპულარულ მწერლებსაც კი რომ მათ უწევთ მაგალითად ქვეყანაში წანწალი ეზიზღებათ თან ეს პროცესი. ძალიან ეზიზღებათ, მაგრამ უწევთ ქვეყნიდან ქვეყანაში წანწალი, რომ იქ რაღაცა საჯარო ლექცია წაიკითხონ, იქ კარგი, ესე იგი, ჰონორარი მისცენ და გამოუშვან დაღლილი დაქანცული თავიანთ ქვეყანაში. ისე აი ცოტა რთული არის მოკლედ ეს წერლური რუტინა საბოლოო ჯამში, რაც უნდა აწყობილი სისტემა გქონდეს. მე ვფიქრობ, რომ მსმენელის დიდი ნაწილისათვის ახლა ეს არის A-კლასის პრობლემა, რომ ვინმე დაგეზარა ახლა ავსტრიიდან გერმანიაში გადასვლა თუ რაღაცა, არა, ახლა ძალიან მენატრება და თანახმობა რომ ეს მდგომარეობა მქონდეს, მაგრამ მეორეა რომ მართლა ძიმე ფიზიკური შრომაა ხოლმე. კი. და ეს აქ ერთადერთი რომ ნამდვილად იცი რომ ერთჯერადია და ბიჭო სანამ ვიღაცა ყიდულობს უნდა წახვიდე და გაიყიდო თავი. შენთვის არ უთქვამთ ხოლმე შენ რა გიჭირს მწერალი ხარ დაჭდები წერ. ანუ თითქოს ეს არ იყოს შრომა და თითქოს ეს მართლა არ იყოს ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს არის მძიმე შრომაც კი, იმიტომ რომ ხშირად გიწევს რომ ღამეები ათენო, იშრომო, იმუშაო, რაღაცებთან პარალელურად იკითხო და ასე შემდეგ. საკმაოდ რთული რამ არის, მე არ ვცდილობ რომ რაღაცა საკუთარ პროფესიას მეტი ფასი დავადო, მაგრამ შრომა არის ეს, ძალიან რთული შრომა არის. არსებობს ასეთი რამ, რომ დაგუგლო შეიძლება იპოვო. მე ცოტა ხანით ქექე, მაგრამ ბოლოს ვიპოვე. ზურგის გიმნასტიკა მთარგმნელებისთვის.
თარგმნელი საერთოდ უბეჭავესი არსება, იმიტომ რომ ის ზის დაგრეხილი და ამას აკეთებს განსაკუთრებით კუდრაჭა მდგომარეობა, როდესაც ტექსტის ორიგინალთან შედარებას იწყებ. მე და შენ ყავს ერთი საერთო მეგობარი ქალი. მოდი არ დავასახელებ, იმიტომ რომ ვინც ლო არ უნდა ამ ამბის გაბაზრება, რომელმაც ჩემი ღრმარწმენით, ჩემი სამშობლოსთვის გააკეთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმე. წარმოუდგენელი რომანი, რომელიც მუდამ აქტუალური იქნება, მეტი ამას არავინ გააკეთებდა, თარგმნა. ერთი წელი მუშაობდა და მითხრა ბოლო 4 თვე კორსეტი ეკეთა. იმიტომ ვეღარ გაძლო ზურგმა ახლა რამდენი შეიძლება ბოლოს და ბოლოს. ამიტომ სინამდვილეში იცი რა არის, შრომა არის ადამიანის დამხეიბრებელი მოვლენა. არ არის საჭირო არც მწერლობით გაკეთებული ფული, არც არაფერი მსგავსი, უნდა ყავდეს დიდი ბაბუა ესკობარი, რომელიც სიკვდილით არ გენანება და იმის ფულით ბედნიერად უნდა ცხოვრობდა. აღარ მახსოვს ის ავტორი, მემარცხენე ავტორი არის, რომელსაც აქვს ესეთი მანიფესტი შრომის გაუქმება. სადაც ზუსტად მაგაზრს ავითარებს თუ რამდენად არათუ დამხეიბრებელი და რაღაც დამამცირებელი არის ადამიანისათვის შრომა და დროა უკვე გადავიდეთ ისეთ მოცემულობაში, სადაც შრომა იქნება მხოლოდ და მხოლოდ ჰობი. იცი რა არის, მე მგონი ცდება ავტორი, იმიტომ რომ ჩვენ იქ ვერ დაუბრუნდებით, ჩვენ 60-დან უკვე გამოგვყარეს. და გითხრის რომ აწიწადი და იმუშავე და იმშობია. აი ხა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, ძვირფასო ანა, შეიძლება დადგეს ისეთი პერიოდი, როდესაც თითქმის ყველა აღმოჩნდებით უმუშევრები, მათ შორის შეიძლება რომანების და ლექსების დაწეროს ხელოვნურმა ინტელექტმა, თუმცა უნდა ვაღიაროთ ამ წუთას მე მუდმივად მიწევს ხელოვნურ ინტელექტთან, როგორც ალბათ თითქმის ყველა ადამიანს უკვე. მე არა, ხახა. საშინელ ლექსებს ასეთი უნიჭო რამ გააჩინა არ ვიცი, მაგრამ მე გეტყვი. ძალიან უნიჭოა. ზუსტად ვიცი, ეს ვიფიქრებ. ითხოვს ფიქრობდი რას, იმიტომ რომ ყველაფერი დაიწყო იმით, რომ რაღაც კითხვა დავუსვით პირველად როცა გაჩნდა ეს ამბავი და განუმეორებელი სისულელე გვიპასუხა. და მეგობარმა ქალმა სამნი ვიყავით, თქვა რომ ბიჭო, აი ესეთი სისულელეო შეიძლება მარტო საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს ეთქვა. შეფუთული რაღაცით სისულელე და მე მივხვდით, ჩემო ძვირფასო. ხელოვნური ინტელექტი ხო არის სამყაროში დაგროვებული ცოდნის რაღაცა ამბავი. გამოვიდა საშუალო ამბავი და ეხლა საშუალო სტატისტიკური პოეტი რა მოგწონს მე არა. არა. ეხლა თუ პოეზია ვარამ კარგს ავიკითხავ, ხო რა აუცილებელია რომ ნაგავი. საშუალო პოეზ ცუდი მირჩენია, თრეში მოპასთან. აბსოლუტურად გავიგე ფრაზე. ისი ეს არის აი დანჯველი ნახე. წიგს როდესაც აიღებ, ძალიან კარგია თუ სადღაც მე-10 გვერდზე ხვდები რომ ამასთან ურთიერთობა უნდა შეწყვეტო, მაგრამ ყველაზე სევდიანია თუ კი გატყუებს და მე-100 გვერდამდე გაგაჩანჩალებინებს თავს, ეგ ხო საწყენია ძალიან. აი ჩემთვის სადღაც ესეთი ამბავია, ეს საშუალო სტატისტიკური აზრები, საშუალო წარმოდგენა, ასე შემდეგ. მე ეს არ მომწონს. ხა ტრენინგი ჯერ ემბრიონი არის ხელოვნური ინტელექტის ჩავთვალოთ, ანუ 10 წელიწადში საოცრებებს იზამს, აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. ჩემ მეორე სფერო არის პროგრამირება და სულ მიწევს მაგალითად ალგორითმები დავაწერინო, იმიტომ რომ ძალიან დიდ დროს მიზოგავს. პრაქტიკულად ერთ წინადადებას ვეტყვი, ამოცანას მივცემ და შესანიშნავ კოდს წერს ეგრევე. ამბობ, ეს არის ჩემთვის რა გითხრა, რაც ჩემთვის შეიძლება იყოს სუახილის საწყისები. სიტყვა ალგორითმზე მეთმაყალზე მიდგება. კოდს მიწერს. მე ვარ იცი რა მომდის. როდესაც ის იგივე არის ლექსის წერა, ეს კოდის წერა. იმაში ხომ ხეცი ვარ ნუ იტყვი. რას ამბობ, როდესაც აღმოვაჩინე რომ ბოლტის გამოძახება შემიძლია, იმის მერე თავი მგონია NASA-ს პროგრამების ვარსკვლავი. ჭუაზე არ ვარ, ტექნოლოგიურად წინწასული ადამიანი. მე მენიუს ისიც კი ვიცი, კოდით მენიუში შესვლა. და ვიყურები ხოლმე იქით-აქეთ, რომ ყველა ხო ხედავს რა ვარ. ხო? შევინ ყოფილ ხარ. და აი ხა ალგორითმი და რაღაც ჯოჯო. ხო, თუმცა მართლა აქვს ეს შეიძლება მწერლობის ჩაანაცვლოს, ნახოთ. უბრალოდ ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ იმ მწერლობა მაინც სხვა არის, რაღაცა სხვა ადამიანი, ცოცხალი, მაგრამ პრინციპში ისე რეაგირებს სამყაროზე, როგორც ადამიანი უკვე იწყებს ამას შეგრძნებებსაც იჩენს. კიდე იმაზე არ სიმულირებს, სასაკვირველო სიმულაცია ყველაფერი, მაგრამ მაინც. რა ვიცით, რომ ეს ყველაფერი სიმულაცია არ არის, რაც ჩვენს თავს ხდება. აი ამის თქმა მინდა, მე კიდე იმაზე არ ვიტირო, თუ მე წერლობას ჩაანაცვლებს ხელოვნ იცი 8000 წლიანი ისტორია აქვს ჩინეთს. რამენაირად თუ ვთქვათ გადავწყვეტ რომ აუცილებლად რამეს უნდა ჩავუხმავდე 8000 წლიანი ადამიანების დაწერილი ლიტერატურა სავსებით საკმარისი იქნება ჩემთვის რომ კი აბსოლუტურად თანაც მე პრინციპში
ძალიან მინდა რომ ჩამონაცვლო რაღაც ვარიანტში. ჩამონაცვლო შრომა მაგალითად, რასაც მე ვშრომობ, სხვა გააკეთოს ხელოვნურმა ინტელექტმა მაგალითად. მე არ ვარ წინააღმდეგი. კი. ხო. და შენ თვითმფრინავით დაეშვი ჩემ კუნძულზე. რა ვიცი, ლექსების დაწეროს, რა ვიცი, მე რო წერ ისეთი დაწეროს და წავიკითხავ, რა ვიცი. სხვა რო წერს ისეთის დაწეროს და იმასაც წავიკითხავ. იცი რა არის, მე არ მგონია რომ ხელოვნურმა ინტელექტმა დაწეროს შენერი ლექსები. მე ესეთი ეჭვი მაქვს. ასე მგონი. შეიძლება უკეთესიც დაწეროს, არ ვიცით საერთოდ. ეხლა ერთ აწელიწადში დავბრუნდეთ ჩვენ და ეთერში ამაზე ლაპარაკისა და მინდა გითხრა შენ გაქვს ერთი ლექსი ბადამ რომელიც მგონია რომ მეტი სიცოცხლეში არაფერი რო არ დაგეწერა ორმაგი უარყოფა ხო ხედქე არც მანამდე არც იმის მერე არც იფიქრო აი წაგწდა ერთხელ ბოდვით აშლებ ფანჯრიდან გადახტომით თვითმკვლელობის ისტორია მე მგონია რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შესანიშნავი ლექსი რომელიც 21 საუკუნეში ქართულ ენაზე დაწერა გავწეთლით, იშვიათად მიფიქრია წლების განმავლობაში ლექსზე. ბრავისიმო მეგობარო. ხო. არა მოჭრა თორე არ იცი რა მოხდება. მე რომ შავ-თეთრი უნდა ყოფილიყო ეს გადაცემა, ჩემი სიწითლე არ გამოჩნდებოდა. გავწეთი. მადლობა უღმესი. როგორ გეკეთება? სუპერი. აი ლექტორობას რომ მეუბრუნდეთ, ეს ლექტორობა არის რაღაც შენი მისია, თვლი რომ რაღაც მისიონერული ის რაღაცა გამბანათლო თავად თუ უბრალოდ მუშაობ რა. მუშაობ. მას ხო გსიამოვნებს თან. არ გიждები. არა, ხო მაინც დაინც. მე არ მიყვარს ვიღაცის შეფასება. აბსოლუტურად არ მომწონს ეს ამბავი. მე არ მომწონს, როდესაც რაღაცნაირი დიქტატივით მაქვს რაღაც ისე რომ შენ ეს უნდა გააკეთო. უნდა ეს არ სიამოვნებს. ისე თუ გინდა სტადიონზე ვიყაყანებ იმაზე, როგორი მაგარი რომანია ჰეკლბერი ფინი. ხო. და შეიძლება იქ ისეთი შემართებით ვიყაყანო, რომ მართლა ვინმეს წავაკითხო და ეხლა ეს მასწავლებლის სტატუსი ასე იბადებიან. მე მყოლია დიდი მასწავლებლები. რომლებსაც აი ეს კონდოთ მართლა მისია და აბსოლუტურად არ არის ჩემთვის იდენტობის ნაწილი ან ამას სრულიად არ. მე პირიქით მეგონა სხვათა შორის, ანუ იმდენად კარგი გადმოცემის უნარი გაქვს, ეს მართლა კომპლიმენტად არ გეუბნები, როგორც ფაქტს ისე პარეგისტრირებ. რომ სულ მეგონა რომ რაღაცნაირად შენი გატაცება იქნებოდა ეს, რომ და ალბათ ძალიან ბედნიერი იყო მეთქი, როცა ლექტორობა დაიწყო. არა, ვირფასო სამწუხაროდ ვწდები. ერთი რაც არის, მე ძალიან მომწონს ხალხი, რომელთანაც მიწევს ურთიერთობა. ალბათ ვამპირობ. მე ასე მგონია. იმიტომ რომ წინააღმდეგ ეხლა ჩემი ხნის ხალხი რომ მეჭდეს აუდიტორიაში მეორე დღეს გავაღებ ფანჯარას და გადავხტები. ეს არის ძალიან ახალგაზრდა ლამაზი ხალხი, რომელიც ჯერჯერობით ვერ ხვდება როგორ უთავბოლოდ ლამაზია, იმიტომ რომ ახალგაზრდაა. ისინი ყვებიან კარგ ისტორიებს და არიციან ჯერ რომ კარგ ამბებს ყვებიან და მათთან ურთიერთობა არის ძალიან მაგარი. მაგრამ მათთვის ქულების დაწერა მე არ მომწონს, არ მსიამოვნებს. ხო. გამომიცდია ეგ და რთული რამე არის ხო, მე თან ყოველთვის გონიათ რომ მათ ყოველთვის უმაღლესი უნდა დავუწერო. ხო, რო ჩასაფრებული ვარ და რას მომეშარე ახლა. გადასარევად მეცხრა ერთხელ ერთმა გოგომ რა. რომელიც მარწმუნებდა რომ წაიკითხა ოსტატი და მარგარიტა. ნუ არ წაუკითხავს რა გავაკეთე ახლა. ბოლოს რომ მივხვდი რომ ვეღუპები, ნუ რაღაცა უნდა ვქნათ, იმიტომ რომ ახლა ეს ტირილს ამოუშვებს, ვკითხე რომ მოდი სამ კითხვას დაგისვა, მეთქი ტექსტიდან რაღაცას გავაჩანჩალეთ. კატას რა ერქვა მეთქი, შავი კატა რო იყო. იცი როგორ შემომხედა? ჩემ ბავშვობაში იყო გამოთქმა ეგეთი თვალებით შენ გარდერობში იყურე. შემხედა და მითხრა ისეთ მე ასე წვრილმანებზე ყურადღებას არ ვამახვილებ. ნუ რა გავაკეთო ახლა და მაგარი ტიპი იყო, ხო რაღაც მატყუები ლამაზი გოგო იყო, კარგი. ხა ეს კომპლექტი არ შემიძლია. თორე ისე მე ყბედი ვარ, მე მომწონს როცა მაყოლებენ, მაგრამ უფრო მეტად მომწონს, როდესაც ისინი იწევენ ხელს და აუ რა მაგარამეებს მეყვებიან იცი და ძალიან მანამდე მიყვებიან სანამ შეფასებაზე ელაპარაკი მე რჩომდები. მე მართლა არ შემხვედრია შენი სტუდენტი, რომელიც არ იყო შენ დაგრთოვანებული. შენ კეთილ ხალხთან გაქვს საქმე. შეიძლება. ერთხელ გახსოვს დაგპატიჟეს ჩემმა სტუდენტებმა. კითხვა დავსვი უახლესი ქართული ლიტერატურის კურსის დასრულების მერე, ვინ დავპატიჟოთ თქვა. და პირველ რიგში ისხდნენ ბიჭები სამნი. და პირველად ცხოვრებაში მათ დაივიწყეს რომ გოგოებს ხმა უნდა ამოაღებინონ და თქვეს რომ ბაატა შამუგიო ისე გამიხარდა, იმიტომ რომ ვფიქრობდი რომ ახლა რომ შემეკვეთონ რა ვიცი მე. საიდან უნდა კი მეთქი აუცილებლად ვეტყვით და მაშინ ბიჭმა რომელსაც ქვია გიორგი და რომელიც არის გადასარევი ბიჭი თქვა რომ ჩემ მეგობარია და მე მოვეყვან. და მე ამ გადასარევმა ბიჭმა აიღო ლიტერატურული ჯილდო და მე უბედნიერესი ვარ. და ძალიან მიხარია რომ ესეთ მაგარი ბიჭი იყო ჩემი სტუდენტი. მე მისთვის არაფერი მისწავლები, მაგრამ ხო გავიცანდა ეს მაგარი.
აი ახალგაზრდებიდან ერთი შეკითხვა გამიჩნდა უცებ რა შეცდომას დაუშვებდი ისევ უკვე ჩადენილი შეცდომებიდან თუ საერთოდ აბსოლუტურად ყველას ალბათ ყველას აბსოლუტურად ხო ამდენი თვინე კი არა მაგრამ მივხვდი რა შეცდომა იყო ალბათ ყველაფერს არა ის არ გამომივიდა გასაგებია მე მგონია რომ მეც რო დავფიქრდი შეიძლება მეც ჩამეტინა 90% მაინც შეცდომებს თუმცა 10%-ს მოვიტოვებ არის რაღაცა უხერხული შეცდომები რომელთა გამოსწორებას ძალიან შევეცდებოდი ხო საერთოდ არ ჩადენილ ხო არ ვიცი იცი რა მე ძალიან ფრთხილი ქალი ვარ საერთოდ მე ძალიან ძნელად ვიღებ ესე თქვა საბედისწერო გადაწყვეტილებებს მაგრამ ნუ ესე კი არ გამოვიდა მაშინ სხვანაირად რა ტვინი არ მეყო მოდი მაშინ გეგმაზე ვილაპარაკოთ გეგმა არა საშინელი სიტყვა რაღაც სხვა სიტყვა უნდა მოვიფიქროთ გეგმა არა გეგმები მიზნები საშუალებები მიზნებიც არ ვარგა რაღაც სხვა სიტყვა მოკლედ რა არის ახლა რა იხარშება შენს თავში რასაც ექნება ან რომანის ან მოთხრობის სახე და რომლის ექნება მე ვფიქრობ რომ იქნება რომანი როგორი იქნება არ ვიცი და არ ვიტყვით ყველს ძალიან ვღელავ ამ წიგნის გამო და გეტყვერის გამო ძალიან დიდი ხანია ვარ გაყურხსული ასე ვთქვათ და არა ვარ დარწმუნებული რომ ის რისი მოყოლაც მინდა შეიძლება იყოს ყველასთვის საინტერესო მაგრამ ამაზე ვფიქრობ რა მომკლავს იცი რომ წარმოვიდგინო ალბათ მომხდარა მაგრამ კიდე კაი არავინ მანახა რომ გადმოიღო ვიღაცამ ჩემი წიგნი და რაც მე გავაკეთე დიდ კლასიკოსებზეც კი 30 გვერდის მერე ერთი შენ დედმამის სული წამოვიღე და გადადონ რა აი ეს ძალიან საწყენია კი თვითონ მკითხველისთვისაც და ჩემთვისაც მაგარი გულსაკლავ შეიძლება უკვე მომხდარა ეს ბევრჯერ უბრალოდ ჩემთვის არავის უთქვამს და ნუ მეტყვით თქვენი ჭირიმე იმიტომ რომ გული სუსტი მაქვს რა ვიცი მე მინდა რომ იყოს წიგნი რომელიც მე მომეწონება და თუ მომეწონება ნუ მაშინ ვინმეს კიდე მომეწონება რა ის რომანია რომანი ხო ყველა ვარიანტში ეს თავიდან შენ დაიწყე როგორც მოკლე ჟანრის მოთხრობები იცი რომ დღემდე ყველას ძალიან მიყვარს მოთხრობები ბოლოს მოთხრობა დავწერე მახომ შემომთავაზა ზუსტად ხარბედია არელისთვის და იცი როგორ მესიამოვნდა მოთხრობა რო დავწერე ვერ წარმოიდგენ უბრალოდ მოთხრობებს აქ დღეს ჩემთვის ცოტა უცნაური მე არ მიყვარს საკუთარ თავთან ჭადრაკის თამაში მე არ მომწონს რომ მე დავწერე და წაიკითხავენ თუ არა არ მადარდებს აბსოლუტურად არა მე მინდა რომ ვინმე წაიკითხოს ამით რომ არ გავმდიდრდები ვიცი მაგრამ მინდა რომ წაიკითხო ლიტერატურული პერიოდიკა ძალიან მწირია საქართველოში კი ასე არ გამოდის რომ რაც ყოველდღეს დაიხურა და ახლა ნუ რა ვიცი არილია და კიდევ ლიტერატურული გაზეთი ირაკლი ჯავახაძის რედაქტორები არტანოჯი უშვებს რა ქვია და მოვიწყდა უცებ ჩვენი წერლობა მგონი ხო ქართული წერლობა შესანიშნავი გამოცემა არის ეგეც ხო უბრალოდ ძალიან ცოტა და ძალიან ბევრი ავტორია ხო ჩამოსათლო ეხლა ყოველდღე ანადეიდას ხوار წაიკითხავ თუნდაც გაგიჟდნენ ჩემი სიყვარულიც რედაქტორები და მოთხრობები მაშინ ბევრი უნდა გქონდეს რომ მე კრებული გააკეთო და შეგეძლოს ამბის მოყოლა თავიდან ბოლომდე ძალიან მაგარი ხო თორე მე მოთხრობების წერა ბევრად უფრო მომწონს იმიტომ რომ მოთხრობას მაგარი თვისება აქვს იქ გზადაგზა მარჯვნივ მარცხნივ არ არის უკვე არის თავში და ჯექი ხარსაბეჭდე მანქანა გავუშ მაგარი ხო და საინტერესო არ არის რომ აი დღეს თანამედროვე ცხოვრებაში სადაც ყველას სადღაც მიეჩქარება დროის კრიზისია არავის ყოფნის დრო და მოთხრობები კი არ არის პოპულარული, არამედ არის რომანები. ან მოთხოვნა საერთოდ არ არის. აი წარმოვიდგინეთ გამომცემლები რო ჩამოდიან საქართველოში. პოეტებზე უფრო არის მოთხოვნა, ვიდრე მოთხრობების მწერლებზე. ეს ამიხსნა ჩემმა გერმანელმა გამომცემელმა გადასარევმა კაცმა ტემპერატურებს რა ახსნა. იმიტომ რომ ეს იყო კაცი, რომელმაც იყიდა ჩემი მოთხრობების კრებულის უფლებები, მე გაოცებული ვარ. რისთვისაც სულ მადლობელი ვიქნები არაჩვეულებრივი ლიტერატურაცოდნის ლიტერატორის და გადასარევი წიგნის თარგმნელის აკლასისა რახელ გრაცფელდის რომელიც მაშინ ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციით იყო დაკავებული და მან შესთავაზა ჩემი მე მარგარიტა ესეთი მოთხრობების კრებული გერმანულ გამომცემლობას
ახტაცებული ვიყავი, ძალიან გამიხარდა და მე მეუბნეოდა ბატონი, მიკევ კითხე ზუსტად, აი რა ამბავია ეს. მამის ხერ არის პირწმინდა საბაზრო ეკონომიკის პირობების ამბავი. ანუ მე ვიყიდე რაღაცა, რომელსაც მინდა რომ დიდი დრო შევალიო. იყოს ამბავი, რომელიც დაიწყო და გაგრძელდა. მოდი გულზე ხელი დაიდე და მითხარე, რას უყურებ, უფრო დიდი სიამოვნებით, სერიალებს თუ ფილმებს? 50-50-ზე მართლა ჩემ შემთხვევაში. შენ შემთხვევაში კი. მე მივხვდი რომ ფილმი მე მგონი სერიალებმა გადააჭარბა უკვე ფილმების. ამიტომ წიგნი თუ არის მოტოვებული, ზუსტად იმ ფასად, რა ფასადაც მე ვიყიდი ბილეთს რამდენიმე პატარა ფილმზე, თქონდა მოვკიდებ ხელს და წავიღებ სახში ამას. კი. და მე მომწონს, როდესაც ეს პირადად ჩემი. შანტარამი გინახავს რამხელა წიგნი? აი მე კი. იცი რის გამო? ვარჯიში შეიძლება თავისუფლად. აბსოლუტურად, მაგრამ ორტომეული პატარა გამოცემა რუსულ ენაზე. მათხოვა მეგობარმა და მე გადარებას ვიყავი, რომ დიდი ხნის განმავლობაში 2 კვირა ვიყავი სამყაროში, რომელზეც გადავირიება. აი ახტაცებული ვიყავი ამით. ის შეიძლება ყოფილიყო პატარა მოთხრობა, ხო ვთქვათ? მაშინ უნდა იყოს მოთხრობების კრებული, როგორც კიპლინგის მაგალითად მოთხრობა და ამავე სამყაროში ჩავყოფ თავს და ეს კრებულებიც არ იყიდება, ეგაა პრობლემა. კრებულის გაკეთებას უნდა ავტორისთვის ბოდიშმომითხრობე თუჯის უკანალი, რომ დაჯდეს და კრებულზე იმუშაოს მცირე მოთხრობებით, არ გააკეთებს. უფრო ადვილად გააკეთებს რომანს და გაუშვებს. ეს ხო პირწმინდად სამწუხაროდ ეს ხო ისეთივე პროდუქტია, როგორც ყველაფერი დანარჩენი. ეგაა, ყველაფერი მაინც ამ ეკონომიკურ სისტემას ემორჩილება. ბატონი შიო გვანიშნებს, რომ ჩვენ უკვე ფინალისკენ მივდივართ, მაგრამ მე მინდა ერთი კითხვა მაინც და ამ კითხვის გარეშე უბრალოდ გამორიცხული, ამიტომ შენ თქვი, რომ არასდროს დაგიწერია ლექსი. მე მქონდა თეორია, რომელიც ჩაფლავდა, ესაა. ჩემი თეორია იყო ესეთი, რომ არ არსებობს ქართველი რომელსაც არ დაუწერია ერთი ლექსი მაინც. ბავშვობაში, თინეიჯერობაში ვიღაც რომ მოსწონდა, უყვარდა, შეიძლება რა ვიცი, პირველ კლასში, მე-10 კლასში, არ ვიცი. მით უმეტეს მწერალი, ყველა მწერალს, პროზაიკოს აქვს ერთი ლექსი მაინც სადღაცა ჩონჩხებით უგდია ასეთ კარადაში მეთქი. არა, ხო და ანამ ესე იგი ეს ჩამიკლა ყველა იმედი, რომ ეს თეორია იცოცხლებდა სამწუხაროდ. არა, მართალი აღმოჩნდება. იმიტომ რომ რომანში ზინკა ადამიანი არის ლექსი. აჰა, ეგ არის შენი დაწერილი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რუსთველის ენაზე მხოლოდ ჩემნაირი ბრიყვი დაწერდა ასეთ ბრიყვულ ლექსს. ლამაზი გემი, ялქანი ღუზა ზღვა, არავინ მინდა სხვა, მხოლოდ შენ გელი. რა ლექსია? ლამაზო ჩემო, მე შენი ცეცხლი მწვავს და აგერ მტკვარზე მყავს ლამაზი გემი. ეგენერატი ვარ, ნუ. აი ეს სამაგიეროდ იცი რა ვშვები, მაგრამ ვკაფიაობ. აჰა. მაგაში დიდო სტატი ვარ. მართლა? კი. ერთხელ უნდა გეკაფიაო. იცი რა არის? მე შენთან ერთად არაფერს გავაკეთებ, იმიტომ რომ იმდენჯერ წავაგე შენთან ნარდი. რომ ეხლა კაფეობაში რას მიზემ, სახით მატარებ მაგიდაზე, ამიტომ რომ ნარდში რამდენჯერმე მოგიგეკი ბატონო. მქონდა ასეთი საშუალება. მე მოვუგე ერთხელ. და გასვლითი სესია მქონდა ვაკის პარკში, აუსთან ვიდექი და ვბრაოდე შამუგიას ნარდი მოვუგეთ. დამითმო. ეთყობა ეფიქრა არ მოკვდეს ეს საწყალი. არა, არ დამითმია. ნამდვილად წავაგე მაშინ. უღრმესი მადლობა. არასდროს არ არის საკმარისი დრო იმისათვის, რომ მორჩე საუბარს ამოწურო ანა კორძაია სამადაშვილთან. ხშირად დამპატიჟებს თვით შეფასების კოეფიციენტი ამივარდა ზეცამდე. უღრმესი მადლობა და უღრმესი მადლობა საფრანგეთის საელჩოს, უღრმესი მადლობა პენცენტრს. გვიყურეთ ხოლმე შაბათობით, ჩვენ გამოვჩნდებით ხოლმე სოციალურ ქსელებში ჯერჯერობით. დიდი მადლობა. ბედნიერად.